მოგესალმებით, ეს YouTube საინფორმაციოა, მე ზურა ვარ. მე კი ნია. ოქტოპუსმა სასამართლო გააკეთა, ტატომ მოსამართლის როლი მოირგო. უყურეთ ვიდეო საბა ერთი. გაფიცებთ, ასეთი სასამართლო გინდა თქვენ? რა ვიცი. მოსამართლე ტატო ბაციკაძე იყო და მეთანხმებით ტატო ამ ფორმაში ძალიან გავდა Fort Boyard-ში კოშკში მოხუცებული რომ იჯდა იმას. თუმცა ერთი განსხვავებაა, Fort Boyard-ის კაცი გაცილებით პატარა ასაკის არის. სარკასტიკაში სტუმრად პაატა თედიაშვილი ყავდათ. ოფიციალური მონაცემებით პაატა თედიაშვილის სექსუალური პარტნიორების რაოდენობა ჩაწერის შემდეგ 2-ით გაიზარდა. ლაშა გელაშვილმა ვიდეო დადო. სახელწოდებით შევძლებთ ჩემივე თამაში მოგებას. თუ გაინტერესებთ საიდან იგონებს ლაშა ასეთ ვიდეოებს, გადადით უცხოური იუთუბერების გვერდზე და ნახეთ. შერეკილებში სტუმრად ბენი ყავდათ. ვიდეოს სათაური ასეთია, რა საიდუმლო ნიჭი აღმოაჩნდა ბენის. ბევრი ასეთი ვიდეო ბენიზე, იმედია აქამდე ყველანი ცმალავდა და ერთიანად ამოხეთქავს. Flow-Flow-ს არხზე Marls და JJ-ს მეორე რაუნდს მთელი 8.61 ნახვა აქვს. რა ვიცი, ალბათ ჯიურიმ როგორც გადაწყვიტა, ეგრე იყო სწორი. ერთით ამ ახალი ვიდეო დადო, კითხვები რომლებმაც დამაფიქრა. ვა, 165-იანი IQ-ს ხალხიც ფიქრობთ? მეგონა ყველაფერზე ნაფიქრი გქონდათ უკვე. კაკომ YouTube-ზე დაბრუნება დაანონსა. მოდი დაბრუნდი კაკო, ღირსეული კონკურენტი გვჭირდება. პასტო ფანტასტომ ახალი ვიდეო დადო, დაუჯერებელი ისტორიები უცხო პლანეტელებზე. უცხო პლანეტელებზე კი არა ხალხზე ვისმენ ისეთ რაღაცებს, ესეც კი დაუჯერებელია უკვე. ფუ პოდკასტზე შენ თქვი რა, მეზარება. ფუ პოდკასტში სტუმრად რაბანა ყავდათ. ვიდეო კარგი გამოვიდა თქო ვიტყოდი, მაგრამ მე ქუთაისში რო ჩავალ და მითხრან რატო თქვიო, რა პასუხი გავცე. ამიტომ იყო რა. YouTube-ზე PSG Bayern-ის მიმოხილვა დაიდო. მიმოხილვა უფრო დიდი გამოვიდა ვიდრე თვითონ თამაში. წარმატებები კვარა სამკვირაშიც. არაფერია სანერვიულო, ნოიერი იქნება ისევ კარში. ამ კვირაში მეტი არაფერი მომხდარა ქართული YouTube-ზე. ნუ გვიფუჭებთ გადაცემას, იმუშავეთ ბიჭებო. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი კორესპონდენტი გური ჩაგვერთვება. ზურა, გური, ზურა, ნია, ზურა, ნია. გური. მე ახლა ვიმყოფები ქართული YouTube-ზე. ნუ Mr. Beast-ის არხია, მაგრამ საიდანაც მოდის ქართული YouTube იქ ვარ. მეტი მუშაობა ქართველო YouTuber-ებო. თუ ხელოვნური ინტელექტი more creative ვერსიებს აღარ გეუბნებათ, დაბრუნდით ძველ გზაზე. შემოდით Mr. Beast-თან და სხვა უცხოელი YouTuber-ებთან. გადათარგმნეთ და ეგაა. მარტივია ხო? თქვენ გააკეთებთ ვიდეოებს, ჩვენი 4000-იანი გვერდიდან გაგაპიარებთ. აბა თქვენიც დაიცოდეთ. ჩვენ ველოდებით თქვენს ვიდეოებს. გური ოქროს სიტყვებია, ცრემლები მომადგა. მუზები პარიზში არიან. გიხდებათ პარიზი, ერთ-ერთ განსაკუთრებით. მიდი მიმართი ახლა დიანას და დავამთავროთ ჩვენი ვიდეო. გასაქცევი ვარ. დიანა, მოკლედ, რისი თქმა მინდოდა? La cloche de la tour Eiffel, Monte Everest de aussi l'anglais, Gueule les Suidas. დღეისათვის სულ ეს იყო. დაელოდეთ ჩვენს YouTube საინფორმაციოს ყოველ ორშაბათს საღამოს 8 საათზე. თუ რენდერმა არ გაჭედა. YouTube ინფორმაციას გაწვდიდათ ზურა, დანია და ჩემი ძმაგაცი გური.